დიახ, ეს მე ვარ, სერბეთში. და გავდივარ ტრაილერისკენ, რომელიც თითქმის 10 საათიანი მცდელობის შემდეგ ძლივს გავაჩერებ. და რომელმაც სულ მალე რამდენიმე ქვეყნის საზღვარი უნდა გადამოგვეთინოს. წინა ვიდეოდან ალბათ გახსოვთ ბოლო მომენტი. ეს იოვიცა, ადამიანი, რომელსაც მოგვიანებით გაგაცნობთ. აქ ყველაზე საინტერესო ჯერჯერობით სერბეთი-ხორვატიის საზღვარია. მოკლედ ახლა სერბეთის საზღვართან მივედი. ძალიან გამიტრაკა იმ ტიპმა, რატო გაჟდეთშიო ამდენი ხანიო, რა გინდოდაო, სად მიდიხარო. მოკლედ ხორვატიის საზღვარზე ძალიან დიდი პრობლემაში. ჯერ სერბეთის გადმოკვეთისას შემიძლია პრობლემა რატო ხარო ამდენი ხანიო აქ რა საკეთებო. ბევრი კითხვა გამიშვა, კინაღამ გამოჩერეს. ახლა ხორვატიის საზღვარზე გოგოსთან მივედი, არა არ მაინტერესებს, არ გაგეშობოდა. თუ ვიდეოს პირველი ნაწილი ჯერ კიდევ არ გინახავს, ჩემი რჩევა იქნება რომ გადახვიდე და უყურო. რომ გაიგო როგორ მოვხდით აქ და საერთოდ რას ვაკეთებთ. კი, ხორვატიაში ნამდვილად არ გადამოშეს. და დიახ, პოლიციაც ჩემგან გამოვარდა, თუმცა არანაირი საქმე არ ჰქონდა. იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ კარგად ჩაევლეს რა. საერთოდ ეს პირდაპირ აგრძელებს გზას და მიდის იტალიაში და იმედია გადამაკვეთინებს რაღაც ხორვატიას, მაინც არ მინდა ხორვატიაში, აღარ მინდა. და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, როდესაც იოვიცამაც მომაკითხა და ღამის გასათევი ადგილი შემომთავაზა. ისე მიხარია და ისეთი გახარებული ვარ. Hello. You can sleep here. Tomorrow we are going. თუმცა აუცილებელი იყო რომ მანამდე საჭმელი გვეჭამა. აუ მაგარი ხალხი არიან ძალიან. ეხლა ვგეგმოთ საჭმლის ჭამას. ჩვენ მოვამზადეთ რაღაცებს და შენ გადფიო და მერეო დაგიძახითო და შევჭამოთ. Please with us. Stay safe. სათუთოდ სულ ვინდა დაგზაურება და სულ მეგონა სადღაც შევხვდებოდა ეს ვიღაცა ვინც დიდ გზაზე წავიყვანა და ორ ქვეყანას ახლა ერთად გადავკეთავთ რა. სამს. აქ იოვიცას უმაგრესი მეგობრები. ჩვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი ძმაკაცები გავიცანი, რომლებაც უთბილესად მიმიღეს. გამიმასპინძლდნენ და გამიზიარეს მათი დამეგობრების ისტორიაც. I will drink beer. Here. Jiveli. Oh, Jiveli. In Georgian is Gaumarjos. Gaumarjos. Yeah. Oh, good. That was a good one. დარწმუნებული ვარ, ეს რეაქცია ნაცნობია წინა ვიდეოდან. რადგან მიხარია, როდესაც ქართულ სიტყვას სწორად წარმოთქვამენ. რასაც მოგვიანებით მოხდება იოვიცასთვის ახალი სიტყვების შესწავლაც. YouTube channel-ს ვაჩვენებ ახლა. He has best. coffee machine, also microwave. რა მაგარი ხალხია. უფროსის მეგობარი არისო და იმიტომ ყველაზე მაგარი სატვირთო აქვს საერთოდ. ტუალეტი აქვს. Do you have toilet? No. ძმაკაცი. Makat. ძმაკაცი. Makat. Yes, it means like it's brother. Brother. Yes. Makat. სანამ იოვიცას ქართულს ვასწავლი, მანამდე გეტყვი რომ ყოველ 50000 გამომწერ და ჩემი ფოტოს background ფერი შეიცვლება განვითარების შესაბამისად. ამას კი მოხდება შესაბამისი გათამაშებები. ამიტომ მიაწკაპუნე გამოწერის ღილაკს და დაწერე შენი აზრი, რომელი фერი იქნება შემდეგი. Yes. How you gonna continue your trip? იოვიცას ამ შეკითხვას сул мале გავცემთ პასუხს. Gde god odemo na svetu, mi smo braća po veri. To je naš brat. Gde god bio. Srećan mu put. Sve najbolje. ეს რა გადავიბაშებია. მაგარი კაცი. მეორე დილას მოვემზადეთ, ვისაუზმეთ, შემდეგ ხილით გამიმასპინძლდა. საუზმის შემდეგ ვისაუბრეთ. ამასობაში კი უკვე დავიძარით. გზაში პატარაზე წავიხებსეთ კიდევაც. და საბოლოოდ დავადექით გზას, რომელთაც გადავკვეთეთ სერბეთი, გადავკვეთავთ ხორვატიას, სლოვენიას და საბოლოოდ ჩავალთ იტალიაში. Makati. Yeah. Do you remember what another word? Yes. I said it in the truck. I will find out. Don't let me. Okay. შეჩემა. I try to find connection with the same word with it. ასეთი სილამაზე არ ვიცი. კი უნდა გავიარო პირდაპირ ყველაფერი, მაგრამ ამასობაში კი მოვიდა დრო რომ დავშვიდობებოდ იოვიცას, რადგან ჩვენ ერთად ჩავაღწიეთ იტალიაში. მოკლედ ახლა ჩამოვედით იტალიაში. გავჩერდებით ახლა ბენზის გასამართ ადგილზე და დავშვიდობებით იოვიცასაც. იოვიცა, do you want to tell something in video? I wish you all the best. Be careful and let the God lead you. იოვიცას მინდა დაუწერო თითო გული, იმიტომ რომ სამი ქვეყანა განვაკეთებინა. ძალიან ერთ დღეში გადმოვკვეთეთ ზაგრები, სლოვენია და ახლა უკვე ვართ იტალიაში. მადლობა ამ ადამიანს ყველაფრისთვის საერთოდ. Thank you so much. I appreciate and it was nice to საბოლოოდ იტალიაში ჩემ ძმაკაცად ჩამოვედი. რისთვისაც სულ რაღაც 7 დღე დამჭირდა. აქ სრული 1 დღე დავშли. მოკლედ ახლა უდინაში ვარ ძმაკაცთან დავში სახლში. აქთან ბევრ საქმეს არ გადავიღებ, იმიტომ რომ ზოგჯერ რაღაცები ადამიანი უნდა შეირგო და აუცილებელი არ არის ყველაფერი გადაიღო. ეს უბრალოდ ჩემი რჩევა და ჩემი
აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამასობაში ვნახეთ 2000 წლის წინანდელი რომი, აკვილეიას ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო რომაული მოზაიკების, ამულეტებისა და ქარვის კოლექციაა. მის ეზოშიც და დარბაზებშიც გამოფენილია გიგანტური, იდეალურად შენახული რომაული პორტრეტები და მოზაიკები. ეს ძალიან მაგარი ადგილი, მთლიან წრეზე არის. მოგვიანებით კი გრინიანო და მარამარის ციხესიმაგრე უსასტუმრეთ. აქაურობა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დაწყებულ ადგილად მოიხსენიება და ყურადღებას სიყვარულზე, სიგიჟეზე და სიკვდილზე ამახვილებენ. ციხესიმაგრე მაქსიმილიან ჰაბსბურგის მიერ 1850 წელს აშენდა. ამის შემდეგ მაქსიმილიანოს მექსიკის იმპერატორობა შესთავაზეს, თუმცა აჯანყებულმა მექსიკელებმა დაიჭირეს და დახვრიტეს. ამის შემდეგ მისი ცოლი შარლოტა გაგიშა და ყველა ვინც იქ ღამეს გაათევდა დასწავლა სასახლესთან ერთად. აქ კი ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ვინც სასახლეში დიდხანს დარჩა ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე. მაგალითად, ყველაზე ცნობილი ჰერცოგი ფრანც ფერდინანდი, რომლის გამოც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ბიჭო, ეს ქოთანი ხო უთხარი, გვერდზე გადადეთ მეთქი, რასაც და მიდეს ჩემი. აუ რა ლამაზია. Come please, yes, come. დროულად ლამაზი არის, შეგვიძლია ამაზე არაფერი არ ვთქვათ. რა ვიცი, კიდე რა ავაჩვენოთ კიდე. ბევრი თვალიერების შემდეგ დრო იყო, რომ დაუნშტობებოდით ამ ადგილსაც. თან ჩემი სიმღერით. ამ ატარებლიდან კი ჩემი შემდეგი გაჩერება არის ვენეცია. მოგესალმები ვენეცია. მოვედი. ეხლა უნდა მოვძებნო ნავი, რითაც წავალ სან მარკო ველა რესში დამოწმ. სახელმწიფო სან მარკოში უნდა წავიდეთ. მოგეთ, მე მაქვს ძალიან კაი ორიენტაცია უნარი რა. ეხლა ნავი რაც არის აქედან გადის რა და უნდა წავიდეს ლიდოში ვართ ეხლა, უნდა გავიდეთ სან მარკო ვალარესში რა. პირველივე შესვლაზე არათუ შევიდეთ. აჰა, რა ვიცი, სწორად ვიყავი? აი, მეორე ვნახოთ ადგილს, აბა. აბა, პირველი რეისი გადმოვიდა, მეორე შევიდა. აი, იყო ვიდო ვენეცია არ გინახავთ, ნახავები. მე რა რო პირველად ვარ. აი, ხა გვიშევ თუ არ გვიშევ? დავიძარეთ. ნუ ვიყიდეთ. bubble tea. ვენეციაში დრო ბევრნაირად გამყავდა, დავდიოდი, ვჭამდი, ვსვამდი და ვათვალიერებდი იქაურობას. აქ არის ძალიან ბევრი ხალხი, იქით კაცი შვილაც. მოკლედ ახლა ვეცადე რომ მიკროფონი დამეკავშირებინა DJI-ზე და იმედი მაქვს რომ კარგად ისმის. და იცით ვის ინტერნეტს ხმარო? ვიცი რომ იცი. ნუ მატყუებ. და თუ არ იცი, მაშინ გეტყვი რომ მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში ჩემ გვერდით როუმინგოს ინტერნეტი მედგა, რომლის დახმარებითაც მუდმივად ვიცოდი სად ვიყავი, საწავს ვიყავი, ან საერთოდაც რა მეკეთებინა. როუმინგოს დახმარებით კი შენ შეგიძლია ინტერნეტი გქონდეს 180 საათზე მეტ ქვეყანაში. ამის ნათელი მაგალითი კი მე ვარ, რადგან მას 8 ქვეყანაში ვიყენებდი 17 დღის განმავლობაში. რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ. და ქალაქიდან უკვე წავალთ. ქალაქიდან წასვლამდე კი პატარა დრამასაც შევესწარე. Sorry. აქ ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის გაყოფილი ზოლია, სადანაც ერთ-ერთი გაუქმებულია. სწორედ ამაზე ჭუბობს ეს ქალიც. მე კი რა დამრჩენია როგორც ადგილობრივმა, უნდა დავთანხმებოდი. So veneziana anche io, ma se li apri il tornello loro cosa sanno? Ha capito? Non è colpa loro. È colpa di chi fa il sistema. Sì. No, dietro per lei. Siamo sempre in ritardo. Sì. Guarda. ჩავედი, დავცურე. არ. ოპა. რა, სად წაგვიყვანს, არ ვიცი, რაღაც სადაც წაგვიყვანს გავყვეთ რა. ალბათ გაგიკვირდებათ უკეთოთ, რომ ვაფშე ხანავში ჩავჯექი და. მოგეთ, მე მაქვს ძალიან კაი ორიენტაცია უნარ რა. აბიჯი, ჩაუვალა. აიდან საწამო მიყვანა პლასტა რო იწოდეთ, აი. მატარებლის გაჩერებაზე მინდა მისვლა და ვარზე არო როგორ მივიდე. მოგეთ, მე მაქვს ძალიან კაი ორიენტაცია უნარ რა. აუ, აქ არ შევალა გული ამერე ვარო შევიდე. That's what. Okay. Thank you. Yeah, thank you. ესე ნაგლათა. ახლა გონე ჰაუ ეს რო ჩამივარდეს ახლა. ხო ჩავყევი, აი არ დავიქრები, ეგრე რომ ჩავფრინდები. ამასობაში კი უკვე დრო არის რომ დაუბრუნდეთ ჩვენი ავტოსტოპის გეგმებს. გავიდეთ ვენეციიდან და შევუდგეთ ჩვენ საქმეს. მოკლედ დარწმუნებული ვარ უკვე ძალიან ბევრი მომენტი ნახეთ, სადაც ესე
ესე ვდგავარ. მეცები რომ დავიჭირო ვიღაცა, ესე რომ ეს მეტი რაღაცები არ განახოთ. და როგორც ყოველთვის რამდენიმე საათიანი ლოდინი მომიწია. ვეკითხებოდი მძღოლებსაც, მაგრამ არავინ მიდიოდა ჩემს გზაზე. No, I'm job here. Okay. დრო იყო ტრადიციული ხერხისთვის და განუყრელი მეგობრისთვის მიმემართა. ამაყად დავაწერე კარდოს გენუა და რამდენიმე საათში გამიყოლეს ვერონას შესასვლელამდე, სადაც დავბანაგდი კარავის სასტუმროში. უნდა დამეწყოს სიარული, უნდა წავსულიყავი და წვიმა დაიწყო. მაგისტრალზე გასვლა აკრძალული არის ავტოსტოპის მიზნით და ვერ დავდგები მაგისტრალზე და რაღაცა ისეთი უნდა მოვიფიქრო, რაც გვერდზე ქუჩიდან უნდა ავიყვანო ვინმე და ეგ არ ვიცი შეუძლებელია, მაგრამ რაღაცა უნდა ვეცადო რა. თავარია რომ უკვე უნდა დავიცრა რა. სხვა გზა არ გვაქვს. მოკლედ საწვიმარი ისე უნდა გამოვიყენოთ. აქ მაგისტრალზე არის სპეციალურად ხალხი ვინც მუშაობს და აკონტროლებს მაგისტრალზე რა ხდება და გადადიო თორე პოლიციას უნდა დაურეკო ან რო დაკავო პოლიცია მე შემიქმნისო პრობლემასო რა. ხო და მეთქი წიმაში რომ დავრჩე ცოტა ხანი სანამ გადაიღებ არ შეიძლება თქო და სამწუხაროდ არაო, იმიტომ რომ რო გნახო რომ პოლიციელებმა მე შემექმნებაო მოკლედ პრობლემა რა. ეგეთი ამბავი გვაქვს. სასტუმროდან გამოსული ამ ადგილას პაკისტანელმა ბიჭებმა გამიყოლეს. ამის შემდეგ მომეწია კაფეში ყოფნა, თუმცა წვიმა არ წყდებოდა. ბენზინგასამართ სადგურამდე კი 2 კილომეტრი იყო დარჩენილი. ამას ზევიდან ემატებოდა ისიც, რომ არ ვიცოდი ვინმე გამიყოლებდა თუ არა. მიფეხით უნდა წავიდე წვიმაში, სხვა გზა არ არის. კიდი, ანუ ხელს ვერ შემიხლის ვერავინ. იმისთვის წერად რაც მაქვს და No, I don't speak that. რომ გაგდებენ იმენა, ეგ არ არის ლამაზი. მე ეგ უფრო მუღამს მაძლევს, რომ აი იმენა გააკეთო ის, რასაც აკეთებ. აი მაინც ჯიუტად. წავედი ფეხებზე მკიდია. სუსელი ვარ, სულ. საბედნიეროდ ბენზინგასამართ სადგურზე ცოტა ხანი ვიდექი. შემდეგ ვიღაც კაცს გითხე, გამიყოლებდა თუ არა და ინგლისური არ იცოდა, ამიტომ არ ვიცი სად წამიყვანა, მაგრამ ბოლოს მაინც მივანიშნე სად უნდა წავიყვანე. აი ამის გულიზა ყველაფერი, აი. არ უნდა გაერთო და Mamma mia, pizzeria, ripetibidi. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც მეგონა რომ ვინმე გამიყოლებდა, თუმცა არავის მივყავდი. კაფეში ჩემს უკანასკნელ ენერგიას, სნეკის მიწისხილის კარაქს მივირთმევდი და ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა. სამწუხაროდ მაგისტრალზე ავტოსტოპის აკრძალვის გამო მომიწია ვერონიდან გენუაში ავტობუსით წასვლა, რომელიც ღამე გადიოდა. ჩადიოდა ვენეციაში, ხოლო ვენეციიდან მიდიოდა გენუაში. ესე ჩვენი ჯენოვა, აგერ ძალიან მეძინება, აი საშინლად მეძინა, რასაც ნიშნავს. დაჟე არც მეძინა. და ყველაფერი მткиვა. განსაკუთრებით ფეხები და არ ვიცი რატო. დღეს უნდა ვეცადო, რომ საერთოდ უკვე საფრანგეთში ვაფშე საფრანგეთი რო გადავკეთო რა. ეხლა რუკას უნდა ჩავხედო სად ვარ და როგორ შემიძლია რომ წავიდე. უკვე რამდენიმე დღეა უკვე ძალიან არ მიმართლებს რა. აღარ შემიძლია. არ შეიძლება ესე რა. დავიღალე და მე ხო ადამიანი ვარ, მაგისტრი და ეხაც წვიმა შემოყევი, გამოვეცევი მეთქი და აგერ სახეთი იყო. ოკეი, ესეთი ამბავია, უნდა გავიდე მატარებლით ისევ, იმიტომ რომ მინდა და იმიტომ რა, მორჩა. ყველაზე კაი გზა და კაი ვარიანტი არის ეგ, რომ ეხა ავტობუსით გავიდე მატარებლის სადგურზე. 15 ევროზე დაახლოებით ველტიმილიაში თუ ვალტიმილიაში. და მათგან მონაკოში გადავალ კიდე მატარებლით, მონაკოდან ნისადან უკვე ისევ ავტოსტოპი. Vamos. და ჩვენ წარმატებით გადავკვეთებთ იტალიეთს. Welcome to Monaco, baby. ხაშევად მაკში, ჩემს ცხოვრებაში არასდროს არ მეგონა, რომ მონაკოში ესე ჩამოვიდოდი და ესე ბომჟები ვივლიდი. ანუ ცოტა ხანი არ ვჩერდებით, ანუ ჩათვალე საჭმელად ჩამოვედი და პროსტა იმისთვის, რომ აი მონაკოში თქვა რომ ვიყავი კი. გავლით კი ვიყავი, მაგრამ ვიყავი. ხო ვიყავი. მონაკოში დიდხანს გაჩერებას არ ვაპირებდი, რადგან დრო მეწურებოდა და უნდა გავსულიყავი მალე. ავტოსტოპი საფრანგეთში დაკრძალული იყო. შესაბამისად, ყველანაირ ხერხს მიმართავდი, რომ გავსულიყავი საფრანგეთიდანაც. როგორც დავამუღამე, მოკლედ აქ ავტობუსები ფარავენ ძალიან დიდ მანძილს რა, ანუ თითქმის ქალაქიდან გავყავხარ რა. ხო და ახლა ჩავდივარ სანაპიროზე. რომ ერთ ავტობუსს დავაჯდე, რომელიც გამიყვანს მაგისტრალის მხარეს, ანუ შესაძლო ვარიანტზე, სადაც შეიძლება გამიჩარონ მანქანა რა.
აი, პროსტა რა მაგარი ამინდა შეხედეთ როგორ ვანათებ. პროსტა როგორ გავიდე ქალაქიდან არ ვიცი. კი არა და მეტროსადგურიდან. ძალიან ღადობა ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ რომ აი ესე პარიზის ქუჩებში, პარიზის რაშვაში. აი ესე საფრანგეთის ქუჩებში. აი ეს ჩემთვის დავბოდიალობ, დავსეირნობ. ალბათ საქართველოში რო ჩამოვალ მე მივხვდები ყველაფერს რა გავაკეთე ან სად ვიყავი, თორე ეხლა ნაღრად ვერაფერს ვერ ვიაზრებ. საათ ნახევრიანი ავტობუსის სიარულის მერე სადღაც შორს ჩამოვედით, არ ვიცი სად. მოკლედ გამიჩერეს, ეხლა მივდივარ ისეთ ადგილას, სადაც, ну, როგორც ყოველთვის ისეთ ადგილას, სადაც სატვირთოები აჩერებენ ხოლმე და მაგიდან ვიღაცას ვეთქვი, რომ წამიყვანოს მართლში. ან ყოველ შემთხვევაში სადმე ახლომახლოს რა. აი ესეთ ადგილას ვდგავარ. იტალიაში რომ მითხრას არ შეიძლებაო, ეგეთ ადგილას ვდგავარ. და იმედი მაქვს აქედანაც არ გამაგდებენ. კიდე ვიღაცამ გამიჩერა ჩემი კარგი. ამას ნეტა სადმინდის გთხოვ მარსელში მიდიოდეს. Jackpot Marcelio, Marceli. Thank you. წავედით. Marcel, I'm coming. What's your name? Christophe Saba. Nice to meet you. Thank you guys so much. I'm going to Barcelona. ეს ჩვენი კიდევ ერთი სასტუმრო, უბრალოდ რომ სასტუმროა ხო? სახლი ოთახი. ანუ წარმოიდგინეთ, გუშინ ვერონადან წამოვედით, თელი დღე ვცდილობდით წამოსვლას უბრალოდ. მე ვენეციაში ჩავედით ეს ავტობუსით. ვენეციიდან წამოვედით ჯენოაში. ჯენოადან წავედით მონაკოში, ანუ თელი ღამე ვგზავრობდით. ესე რომ ნახევარად არ გვიძენია. მონაკოდან ნიცა, ნიცადან მარსელში ჩამოვედით. ანუ გიჟები ვართ, ანუ თქვენც გიჟები ხართ, ჩემთან ერთად რო ჩამოდიხართ ახლა. ჩავეჭავე. ეხლა მშია მაგრად, მაგრამ ახლომახლოს არაფერი არ არის. და ეს თემა რა, რომში ავიძინებ. ხო და ეხლა დავიბან და დავიძინებ პირდაპირ. სახლის დატოვების შემდეგ საჭმელად გავედი. არ ვიცი მეჩვენება თუ არა, მაგრამ საქართველოში ბევრად კაი მაკი გვაქვს. იმისთან მიუხედავად რომ მე გემოების თამაში ვარ ვკვევიდი და მე კი ისე დამჩნევდა რომ მარსელიდან რაც შეიძლება შორს წასულიყავი. რაც ისევ და ისევ მარტივი არ აღმოჩნდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ქალაქში თუ შემოხვალთ ავტოსტოპით, ეცადეთ ყველანაირად, რომ არ დარჩეთ ქალაქში. ვერ გახვალთ უბრალოდ ქალაქიდან პირველ რიგში. უღამი დაგეკარგებათ ყველაფრის. ეხლა მივდივარ ისევ მატარებელზე, იმიტომ რომ მერხე ვარ, აი. სხვანაირად ვერ გავდივარ. სხვა გზა როცა არ არის, ესე მომიწევს რა. ანუ მატარებელი ჩემ თვალწინ იდგა. საერთოდ სხვა ნომერი ეწერა და ბილეთზე სხვა ნომერი მქონდა მე. და წავიდა, სულ დავრჩი აქ. კიდე 2 საათი უნდა ვიყო ეხლა. ამ ადგილას. ანუ მე ჩემ წინ იდგა მატარებელი. და ვაი. მედის ირონია რა მართლა. კიდე 2 საათი აქ უნდა ვიყო ეხლა. საბოლოოდ ეს ბიჭი დამეხმარა რომ ავტობუსის გაჩერებაზე მივსულიყავი და სურპრიზები არც აქ დამკლებია. წეღან მოვედი აგერ ავტობუსების გაჩერებაზე და Flixbus-ის ავტობუსის ცხოლს ვეკითხები. შეიძლება თქვა რომ ბარსელონაში ანუ ბილეთის ყიდვამი და მეთქი აქ ქონდათ ნაკიდი $15, $20, €20 და ეგრე ღირსო ავტობუსის ცხოლმაც რა. ან ონლაინ იყიდიო, ან რაღაც მაღაზიაში გაჩერებაზეო, სადაც ყიდულობენ ხოლმე, ან ესაო რა თვითონ ცხოლთანო. აი მეთქი, გამიხარდა მაგრად. მოვიდა ცხოლი მეორე 1 საათში. არა, იმიტომ გითხრაო, რომ დაეტოვებინეო. Okay. Lo sento, per favore, €20, please. No, caputo. ანუ იმენა არ გამიყოლა. ხო და ეხა BlaBlaCar-ი ვიყიდე. უბრალოდ BlaBlaCar-ის ბილეთი ვიყიდე. და ეს BlaBlaCar-ი რომ მოვა, ანუ 6 საათში, ეხა 12 საათი ხდება, 5 საათში, 5 საათი წუთზე გადის. აი 4 საათში. 5 საათი წუთზე მოვა დილას და მანამდე აი აქ უნდა ვიყო შუა ღამეს, არ ვიცი რა გავაკეთო, თან ვიყინები, თან ვიღაც ხალხი არის. ეხა ვარ პინგ-პონგის ეხა ვარ პინგ-პონგის ცენტრში, სადაც ველოდები ავტობუსს. გითხარით ხო, ეგ წერა ხო გითხარით. გამარჯობა.
ამისთვის მოვდიოდი რა იდეაში. ცოტა დარჩა. ვიდეოს ბოლომდე წარწმუნებული ვარ, ცოტა დარჩა. ამისთვის მოვდიოდი ამ ყველაფრისთვის, იმ წვიმისთვის, იმ ქარისთვის, იმ მაგისტრალზე დგომისთვის და გაყინვისთვის, თუნდაც იმ 10 კილომეტრისთვის, რომელიც გავიარე, თუნდაც დღევანდელი ღამისთვის, რომ უბრალოდ 6 საათი რო ველოდო ამ ყინვაში და სიცივეში იმისა მიუხედავად, რომ შემიძლია ჩავიცვა, მაგრამ მეზარება. ფაქტია, რომ არ გავცივებულ ვარ, იმიტომ რომ მალე ვცივდები ძალიან. არც ერთ ეტაპზე არ გავტეხი ვარ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი და სადაც მოვდიოდი. ეგ ყველაზე მეტად მახარებს, იმიტომ რომ ძალიან ვიპოვე ჩემი თავი, აი ძალიან ვიპოვე და დარწმუნებული ვარ, კიდე ძალიან ბევრ რაღაცას გავაკეთებ ისეთ, სადაც ჩემ თავს უფრო მეტად ვიპოვე. და რა თქმა უნდა, ეს თქვენ გარეშე არ იქნებოდა და თქვენ გარეშე არც იქნება, იმიტომ რომ როგორც ჩემთვის არიან სხვა ადამიანები მაგალითი, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მეც თუნდაც ერთი ადამიანისთვის ვიყო მაგალითი და თუნდაც მთელი ეს მოგზაურობა თუ არ ვიცი რაც გინდათ ის დაუძახეთ ჩელენჯი თუ ერთი ადამიანისთვის მაინც არის სამაგალითო და რაღაცნაირად დასაფიქრებელი კარგის მხრივ დამჯერეთ ნამდვილად ღირდა. დამჯერეთ ეს 17 დღე ღირდა, იმიტომ რომ ამ 17 დღეს გაიხსენებ მთელი ცხოვრება. რა ვიცი 4 წლამდე, 70 წლამდე თუ რა ვიღმართ დიდხანს გაცოცხლოს, ისამდე გაიხსენებ, სანამდე შეგიძლია. ყველაზე მეტად რომ ვიცოდი რასაც ვაკეთებდი, ვიგზენი მაშინ როცა 10 კილომეტრს გავდიოდი მაგისტრალზე, იმიტომ რომ აი ფეხები რო დამეწვა, უკვე სახე რომ ძრებოდა, წელი რომ მტკინოდა, რომ არ ვიცოდი ჩემთან როგორ უნდა დამეკიდებინა, უკვე აი სულ ვეუბნებოდი ჩემთავს, რომ საღოლ, რომ აი კიდე შეგიძლია და მიდი კიდე ცოტა დარჩა და ჯერ კიდევ ბევრი გაქვს და აი ამისთვის მოვდიოდი და სად გაქვს ამდენი ძალა და საერთოდ არ მეგონა რომ მოკიდებული 13 კილოთი ამდენს გავივლიდი და წამითაც არ შემპარვია ჩემ თავში ეჭვი რომ აი ღირდა რატო გავაკეთე რო არ გამომივიდეს რო ვერ ჩავასწრო ანუ ზუსტად ვიცოდი რა რა თქმა უნდა ღმერთის წყალობით გამიმართლა ადამიანებში გამიმართლა დროში თარიღში აქვე მადლობა და ვიდეოს ბოლოში კიდევ მადლობას გადაგიხდით და კიდევ ბევრ ვიდეოებში გადაგიხდით მადლობას იმ ვიდეოებით რომელიც წამოვა მალე vamos ღამით სიცივის გამო ჩემებურად ხურდებოდი. შემდეგ დასვენება გადავწყვიტე. საჭმელად როცა დავჯექი შენობიდან გამომაგდეს. ესპანეთის საზღვარზე მხოლოდ ჩემი და რამდენიმე ადამიანის პასპორტი წაიღეს შესამოწმებლად. Всё, შეამოწმეს და ეგ არის რა. წავედით ბარსელონაში. საბოლოოდ უამრავი თავგადასავლის, ადამიანების გაცნობის, გამოცდილების და ამბების შემდეგ, რომელსაც მხოლოდ სიზმრებში ვხედავდი, ზღაპარი კარგად დასრულდა და ჩავედი ბარსელონაშიც. მოგა უამრავი თავგადასავლის შემდეგ ჩვენი ავტოსტოპი მორჩა და ჩამოვედით საბოლოოდ ბარსელონაში. ამასობაში მე კი ვიყიდე რაღაცეები, მაისური არა. ბოთლი ვიყიდე, ეს ვიყიდე, კიდე რაღაცეები მინდოს. მადლობა რომ ჩემს გვერდით იყავით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და გამოიწერეთ და დალაიქეთ არხი. გახსოვდეთ რომ შეუძლებელი არაფერია. რაღაცაც გულით ისურვებთ, ყოველთვის გამოგივათ. მადლობა, ბევრს აღარ ვილაპარაკებ, შევხვდებით.